ლენტეხის მუნიციპალიტეტში სტიქიის შემდგომი სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. გარესამყაროს დროებით მოწყვეტილ 30-ვე სოფელთან საავტომობილო კავშირი აღდგენილია. მძიმე ტექნიკა მუშაობს ქუთაისი-ლაზდილის საავტომობილო გზის 98 კილომეტრზეც. აქ უსაფრთხოების მიზნით მოძრაობა დროებით მხოლოდ სპეციალური ტექნიკის დახმარებითაა შესაძლებელი. არსებულ მდგომარეობას უახლოეს დღეებში ადგილზე გეოლოგები შეაფასებენ. ხათუნა მაისურაძისა და მარიამ ბუღაძის რეპორტაჟი. ინტენსიური სალიკვიდაციო სამუშაოების შედეგად ლენტეხის მუნიციპალიტეტში მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. სტიქიისგან გამოწვეული პრობლემების დიდი ნაწილი უკვე აღმოფხრილია. ადგილზე რჩება მძიმე ტექნიკა და აქტიურად გრძელდება გაწმენდითი სამუშაო. საავტომობილო კავშირი აღდგენილია 30-ვე სოფელთან, რომლებიც სტიქიის შედეგად გარესამყაროს დროებით მოწყდა. მათ შორის მოქალაქეებს სოფელ საყდარში შესვლა შემოვლითი გზით შეუძლიათ. გზა გახსნილი არის, ჩვეულებრივად შესაძლებელი არის მოძრაობა. მიუხედავად იმისა, რომ სოფელი საყდარი ჩაკეტილი არის, შემოსავლელი გზა ჩვენგან დურაშიდან არსებობს. უმოკლეს ვადაში ერთ დღეში მაქსიმუმ ალბათ ისიც გაიხსნება. ადგილზე შევხვდით მოსახლეობას, მათ აღუთქვით, რა თქმა უნდა, ჩვენი მხარდაჭერა, ისინი ითხოვენ გეოლოგების ჩამოსვლას და მეწყრული კერების შესწავლას. ხვალ ადგილზე იქნება გეოლოგების შესაბამისი ჯგუფი, ზარალი შემწევრული კომისია შექმნილია, ადგილზე მისვლით შეისწავლის იმ კერებს და ლოკაციებს, სადაც ეს საჭიროებას წარმოადგენს. უახლოეს პერიოდში მუნიციპალური კომისია დადებს შესაბამის დასკვნას. სტიქიამ განსაკუთრებით დააზიანა სოფელ საყდრის ხიდის მიმდებარე ტერიტორია, სადაც მოვარდნილმა მეწყრულმა მასამ გზა ჩახერგა. გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე აქტიურად გრძელდება შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი ლენტეხი-ლაზდილის საავტომობილო გზის 98 კილომეტრზე. უსაფრთხოების მიზნით ცენტრალურ გზაზე მოქალაქეებს გადაადგილება ამ დროისთვის მხოლოდ სპეციალური ტექნიკის დახმარებით და შესაბამისი რეკომენდაციების შედეგად შეუძლიათ. წყლის დონის დაწევისთანავე დავიწყეთ სტიქიის ლიკვიდაციის სამუშაოები, ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი ტექნიკა და ვიბედოვნებთ, რომ უახლოეს პერიოდში შევძლებთ ავტოტრანსპორტის გადაადგილების აღდგენას. ადგილობრივი მოსახლეობა 18 ივლისს განვითარებულ მოვლენებს იხსენებს. ამბობენ, რომ პროცესები მოულოდნელად და სწრაფი ტემპით განვითარდა. პრობლემებზე რეაგირება კი მყისიერი იყო. ადგილობრივ ხელისუფლებას მათთან უწყვეტი კავშირი აქვს და საჭიროების შემთხვევაში ყველა აუცილებელი საშუალებით უზრუნველყოფენ. სადღაც 1 საათის წვიმა იყო ძალიან ძლიერი. გაიწმინდა გზები და მისასვლელი არის თითქმის ყველგან. სადაც საჭირო არის დარჩენილი არის საქონლის საძოვარ ტერიტორიებზე გზა არის ჩაკეტილი. იქიდან წამოგვიყვანეს და აქ უსაფრთხოდ მოგვიყვანეს. ყველაფერი შესანიშნავად იყო ორგანიზებული. ჩვენ ვენდეთ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურებს, რომლებმაც საოცარი სამუშაო შეასრულეს. მათ გზა გაწმინდეს და გაგვატარეს. ამისთვის ძალიან მადლიერები ვართ. ლენტეხში ხვალ გეოლოგები ჩავლენ, შეისწავლიან ტერიტორიას და არსებულ მდგომარეობას შეაფასებენ.